როდესაც ვიზიარის აპლიკაციაში ან ვებგვერდზე ონლაინ რეგისტრაციას ეგრეთ წოდებულ ჩეკინს გავდივართ, ბოლო მეათე საფეხურზე გვიწერს, რომ არ არის სწორი ჩასხდომის ბარათი და მიუხედავად რეგისტრაციისა, მგზავრები უნდა გამოცხადდნენ ვიზიარის სარეგისტრაციო დაღთან, ეგრეთ წოდებულ ჩეკინ დესკთან. ამის შეუსრულებლობამ კი შეიძლება გამოიწვიოს ჩასხდომაზე უარის თქმა. როდესაც პირველად მივემგზავრები, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი იწვევს დაბნეულობას და შეკითხვებს. ამიტომ ამ ვიდეოში ავხსნი, თუ რატომ ხდება ეს ყველაფერი და როგორ უნდა მოვიქცეთ შემდეგ ეტაპზე. თავიდანვე ვიტყვი, რომ რეგისტრაციის ეს ფორმა სწორია და უშეცდომოდ გაქვთ ყველაფერი გაკეთებული. პრობლემა კი არა ჩვენში, არამედ ქუთაისის აეროპორტში მდგომარეობს. ზოგადად მსოფლიოს თითქმის ყველა აეროპორტში ონლაინ ჩეკინის შემდეგ გვეძლება ეგრეთ წოდებული QR კოდიანი ჩასხდომის ბარათი, რომლითაც მხოლოდ ხელბარგის იგივე ზურგჩანთის ბარგის შემთხვევაში დროს არ ვკარგავთ და პირდაპირ ბარგის კონტროლზე გავდივართ. ქუთაისის აეროპორტში კი არ არის დანერგილი QR-ით შესვლის სისტემა, სანამ უშუალოდ სარეგისტრაციო დაღთან არ გავივლით კონტროლს და ასისტენტი არ მოგცემს ამობეჭდილ ჩასხდომის ბარათს. ნელ-ნელა იწყება უკვე რეგისტრაცია ლარნაკას რეისზე და ეს გოგოებიც ემზადებიან ახლა, სადაც არის უკვე გამოაცხადებენ და დაიწყება უკვე ჩასხდომაც. ქუთაისის აეროპორტში შესვლისას ჯერ ამ ადგილას მივდივართ და შემდეგ, როდესაც ამოგვიბეჭდავენ ბარათს, შეგვიძლია გადავინაცვლოთ ბარგის კონტროლზე. ჩეკინს როდესაც გავივლით, გამოვდივართ, შემდეგ უკვე გადავდივართ მეორე განყოფილებაში, აქ უკვე შევდივართ იმ ნაწილში, სადაც უკვე ჩვენი ბარგი უნდა შემოწმდეს დეტალურად რა გვაქვს თან. თუ რატომ ხდება წინასწარ ხელბარგიანი მგზავრების შემოწმება, ამას სხვადასხვა მიზეზები აქვს. ერთ-ერთ მიზეზს, რასაც ასახელებენ, არის ის, რომ ბევრი ადამიანი გამოუცდელია და უბრალოდ აქვთ შესაძლებლობა, რომ წინასწარვე უფრო მშვიდად დაგაჯარიმონ ზომაზე დიდი ჩანთის შემთხვევაში, ვიდრე ბოლო წუთებზე, როდესაც ჩასხდომის გასასვლელთან ეგრეთ წოდებულ გეიტთან გამოცხადებით. როგორც უკვე აღვნიშნე, მსოფლიოს დანარჩენ აეროპორტებში გააქტიურებულია ეგრეთ წოდებული QR-ით შესვლა და არ გვჭირდება ლოდინი და დროის დაკარგვა. მარტივი დასკანერებით შეგიძლიათ შეხვიდეთ შიგნით, თუმცა გაითვალისწინეთ, რომ ვიზიარის თანამშრომლები ბევრ აეროპორტში სწორედ ჩასხდომის გასასვლელთან აკონტროლებენ ჩანთების ზომებს და აჯარიმებენ მგზავრებს. აქვე ვიტყვი, რომ ასეთი კონტროლი მასიურია ბუდაპეშტის აეროპორტში, ასევე ხშირია ათენის, თესალონიკის, პარიზის, ბრიუსელის და სხვა აეროპორტებში. ტელეფონში კი მხოლოდ რეგისტრაციის სკრინი უნდა შეინახოთ და ამობეჭდაც არ არის სავალდებულო.